დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. თესევსი დავიწყების ნანგრევებში. რეჟისორი სილვენ ბერჟე. 20 წლის ჭაბუკი საბერძნეთის გზებზე დახეტიალობს. მშვენიერია, ძლიერი და მის ზარღვებში სამეფო სისხლი ჩქებს. ეს თესევსია. გადაწყვიტა ათენში წავიდეს, რათა გაიცნოს მამა, მეფე ეგევსი, რომელიც არასდროს ენახა. ეს თავდაჯერებული ვაჟი აპირებს დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი, ათენის ტახტის მემკვიდრის ადგილი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთმა ამბავმა სამუდამოდ შეუცვალა ცხოვრება. დედამ მისი დაბადების საიდუმლო გაუმხილა. ეს ძალიან დიდი ხნის წინად მოხდა. ათენის მეფე ეგევსი ქალაქს მრავალი წლის განმავლობაში მართავდა. მას ვაჟი არ ჰყავდა, რომელიც მისი მემკვიდრე გახდებოდა. ეგევსის მეფობის შემდეგ მისი დინასტია გაქრობისთვის იყო განწირული. ამ აზრს მოხუცი მეფე ვერ ეგუებოდა. მან გადაწყვიტა ღმერთებისთვის მიემართა. ეს იყო მისი უკანასკნელი იმედი. ამიტომ ორაკულისთვის რჩევის საკითხავად დელფოსში გაემგზავრა. დელფოში, პარნასის მთის ძირში, სამყაროს უდიდესი საკურთხეველი იყო აღმართული. სწორედ აქ ამცნობდა ადამიანებს ღმერთების ნებას ქურუმი ქალი, რომელიც პითიას სახელით იყო ცნობილი. პითია აპოლონის ტაძრის ერთ-ერთ საკანში განდეგილად ცხოვრობდა. სამფეხა სკამზე მჯდომარე, კვამლითა და საკმევლით გარემოცული, ადამიანებს ღვთაებრივ განგებას გადასცემდა. ეგევსს ღმერთების მიმართ ასეთი კითხვა ჰქონდა: როდის მიეცემოდა დიდი ხნის ნანატრი ვაჟი? პითიას პასუხი გამაოგნებელი იყო: ღვთის ტიქს პირს ნუ გაუხსნი, დიდო მთავარო, სანამ ათენის ხალხთან არ აღმოჩნდები. ეგევსი ორაკულის ნათქვამს ვერ მიხვდა და დაბნეული სამშობლოში გამოემართა. პასუხი დამაფიქრებელი იყო. უკან დაბრუნებისას ის ტროიძენში გაჩერდა. არ იცოდა, რომ მისი სურვილი სადაცაა უნდა ასრულებულიყო. სწორედ ტროიძენიდან მართავდა მეფე პითევსი ქვეყანას. მონარქი მთელ საბერძნეთში ცნობილი იყო თავისი სიბრძნითა და შორს მჭვრეტელობით. ის მაშინვე მიხვდა, რას გულისხმობდა დელფოს ორაკული. თუმცა ეგევსს თავისი აზრი არ გაუზიარა, რადგან რაღაც ჩაიფიქრა. მან სტუმრის პატივსაცემად გრანდიოზული ნადიმი გამართა. ღვინოს მანამდე ასმევდა, ვიდრე ეგევსს გონება არ დაებინდა. შემდეგ თავისი ქალიშვილი ეთრა საძინებელში შეუყვანა. სწორედ ასე პითევსის ხრიკის დამსახურებით ჩაისახა თეზევსი. როდესაც ეთრამ ეგევსს გაუმხილა, რომ ორსულად იყო, მეფეს ძალიან გაუხარდა, თუმცა ამავე დროს შეწუხდა. ათენს ყველა მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა. ეგევსს მრავალი მტერი და ტახტის პრეტენდენტი ჰყავდა. ისინი ძალაუფლების მოსაპოვებლად უკან არაფერზე დაიხევდნენ. არც ჩვილის მოკლაზე იტყოდნენ უარს და მოხუცი კაცის სიკვდილსაც დააჩქარებდნენ. ეგევსმა გადაწყვიტა ვაჟი აქ, ტროიძენში დაემალა. ვიდრე არ გაიზრდებოდა და გაძლიერდებოდა იმისთვის, რომ მემკვიდრე დაეღიარებინა. ასე რომ თესევსი უკიდურესად საიდუმლო პირობებში იზრდებოდა, შორს ათენის ინტრიგებისა და შეთქმულებებისგან. მაგრამ ეგევსს ერთი საკითხი არ ასვენებდა: როგორ იცნობდა ვაჟს, რომელიც არასდროს ენახა, როცა მასთან ათენში ჩავიდოდა. ეგევსმა ეთრას დაუტოვა ის, რასაც ბერძნები სიმბოლოებს უწოდებდნენ,
ეს ნიშნები ეგევს დაეხმარებოდა თესევსი კანონიერ შვილად ეცნო, როდესაც დრო მოვიდოდა. ეს ნიშნები იყო მისი ხმალი და სანდლები. ეგევსმა ისინი მიწაში უზარმაზარი კლდის ქვეშ დამარხა, რომლის აწევასაც მხოლოდ მისი ვაჟი, მომავალი თესევსი შეძლებდა. გავიდა 16 წელი. თესევსი გაიზარდა და მშვენიერი ჭაბუკი დადგა. ის იყო ძლიერი, განათლებული და მამაცი. თესევსი, როგორც მისი ასაკის ყველა მამაკაცი, დიდი ბერძენი მეომრების საგმირო საქმეებით იყო მოხიბლული. მან დედის მიერ მითითებულ ადგილას მამის ხმალსა და სანდლებს მიაგნო. ის ტროიძენის დასატოვებლად მზად იყო. დედამ თესევსი ბოლოჯერ ჩაიხუტა. ეთრა წამით შეყოყმანდა, შემდეგ გადაწყვიტა ყველაფერი ეღიარებინა და თესევს მისი წარმომავლობის შესახებ სიმართლე გაუმხილა. მიზეზი, რის გამოც პითევსმა საკუთარი ასული ეგევს საწოლში ჩაუწვინა, ის იყო, რომ ეთრა მანამდე ცოტა ხნით ადრე გააოპატიურა ოლიმპოს მთის ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო ღმერთმა, პოსეიდონმა. პოსეიდონი ოლიმპოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ღმერთი და ზევსის უფროსი ძმა იყო. როდესაც ბერძენმა ღმერთებმა სამყარო გაიყვეს, პოსეიდონმა ზღვებისა და ოკეანეების სამეფო მიიღო. მას ხელთ სამკაპი ეპყრა, რომლითაც ზღვას მართავდა. ის იყო ქარიშხლების და მიწისძვრების ღმერთი. მთელი დედამიწის შერყევა შეეძლო. პოსეიდონი განასახიერებდა რისხვას, არეულობას, საფრთხესა და ძალადობას. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ეგევს საწოლში მალულად ჩაუწვებოდა, ახალგაზრდა ეთრა პოსეიდონს ქალღმერთმა მიჰგვარა. ქალღმერთი, რომელსაც უარს ვერავინ ეუბნებოდა, იყო ქალღმერთი ათენა. ათენა და პოსეიდონი, ომის ქალღმერთი და ქარიშხლების ღმერთი. ისინი მუდმივად ერთმანეთს ებრძოდნენ. ერთმანეთს ვერ იტანდნენ. მშვიდობის დასამყარებლად და კეთილინების გამოსახატად, ათენამ საბრალო ეთრა პოსეიდონს ვნებების დასაკმაყოფილებლად მიჰგვარა. თესევსი, რომელიც პოსეიდონთან და ეგევსთან სასიყვარულო ურთიერთობის შედეგად ეთრამშვა, როგორც ღმერთის, ასევე მეფის ვაჟი იყო. ეს ორმაგი წარმომავლობა თესევს სრულყოფილებას ანიჭებდა. ღვთაებრივი წარმომავლობიდან მოდიოდა მისი ზებუნებრივი ძალა, გმირობა და წარმატება. სამეფო წარმომავლობა მას პოლიტიკურ ლეგიტიმაციას აძლევდა. მას შესასრულებელი ჰქონდა მისია, ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადასაწყვეტად. თესევს ტროიძენი უნდა დაეტოვებინა. მისი პირველი ნაბიჯი საკუთარი წარმომავლობის დადასტურება უნდა ყოფილიყო. ათენამდე მისასვლელად ორი გზა ჰქონდა. ყველაზე უსაფრთხო ზღვით გამგზავრება იყო. თუმცა არსებობდა კიდევ ერთი, გაცილებით საშიში სახმელეთო გზა. თესევს საბერძნეთი ისთმოსის გავლით, ციცაბო ბორცვებითა და კლდოვანი ბილიკებით უნდა გადაეკვეთა. უდიდესი საფრთხე იმ ურჩხულებსა და ავაზაკებს უკავშირდებოდა, რომლებიც მოსახლეობას მრავალი წელი შიშის ზარს სცემდნენ. თესევსმა გადაწყვიტა გზას გასდგომოდა და ყველა ბოროტ ძალას შებმოდა, რომელიც გზაზე გადაეღობებოდა.
უდიდესი გამარჯვება იყო დაუნდობელი პროკრუსტეს დამარცხება. ცივსისხლიანი ბოროტმოქმედი მოგზაურებს ატყვევებდა და საწოლზე აკრავდა. საწოლი ან გრძელი გამოდიოდა, ან მოკლე. პროკრუსტე მსხვერპლის სხეულს საწოლს არგებდა. თუ საწოლი მოკლე აღმოჩნდებოდა, კიდურებს აჭრიდა. თუ გრძელი, მსხვერპლის სხეულს ჭიმავდა. გამარჯვებულმა თესევსმა პროკრუსტეს იგივე სასჯელი დააკისრა, რასაც ის მსხვერპლთ უსჯიდა. თესევსი ტალიონის პრინციპით მოქმედებდა, თვალი თვალისწილ, კბილი კბილისწილ. პროკრუსტე იგივე საწოლზე უნდა მომკვდარიყო, რომელიც მოგზაურებისთვის ჰქონდა განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ დღეს ტერმინი პროკრუსტეს სარეცელი გულისხმობს ყველაფრის, რაც დადგენილ ჩარჩოებში არ ჯდება ერთ ყალიბში მოქცევას. და როგორც იქნა ათენი. თესევსის წინ მისი გმირობის ამბები ჩადიოდა ქალაქში. მამამ დატოვებული ხმლითა და სანდლებით იცნო. მეფე და მემკვიდრე, ეგევსი და თესევსი, ათენში სამუდამოდ შეერთდნენ. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ არა. ათენზე თავდასხმას ამზადებდა იმდროინდელი საზღვაო ზესახელმწიფო კრეტა. კრეტა, რომელსაც მეფე მინოსი მართავდა. ათენი დამარცხდა. მინოსმა მოითხოვა ყოველწლიურად კრეტაზე 7 ბიჭი და 7 გოგონა გაეგზავნათ. ისინი საშინელ ურჩხულს, მინოტავრს უნდა შეეჭამა. მინოტავრი, ულმობელი ურჩხული, ხარის თავითა და ადამიანის სხეულით. მინოტავრი ნაყოფია კრეტას მეფე მინოსის ცოლის პასიფაეს და ზღვის ღმერთის პოსეიდონის მიერ გამოგზავნილი თეთრი ხარის წარმოუდგენელი კავშირისა. ქვეყნა და როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, მისი ქმრის მეფე მინოსის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ ის ღმერთების შურისძიების მსხვერპლად იქცა. ძმებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ პოსეიდონი მისი მფარველი იყო, მინოსმა ღმერთს თხოვა ზღვის ქაფიდან თეთრი ხარი გამოეძახებინა და დაჰპირდა, რომ მას პოსეიდონს შესწირავდა მსხვერპლად. პოსეიდონმა მინოსს თეთრი ხარი აჩუქა, მაგრამ როდესაც მინოსმა ასეთი შეწირვა არ შეეძლო. განრისხებულმა პოსეიდონმა დაწყევლა მინოსის ცოლი დედოფალი პასიფაი და სასიყვარულო შელოცვა გაუგზავნა. პასიფაის თეთრი ხარი სიგიჟემდე შეუყვარდა და ყველაფერი იღონა მასთან შესაწყვილებლად. სწორედ ამ მხეცური კავშირიდან, რომელიც ღმერთის რისხვით მოხდა, დაიბადა მინოსის ხარი. ურჩხული, რომელიც მინოტავრის სახელით გახდა ცნობილი. მინოს სურდა ცოლის მიერ ჩადენილი სკანდალური მრუშობა დაემალა. ამისთვის მინოტავრი ლაბირინთში გამოკეტა, სადაც ის ერთდროულად ტყვეც იყო და ბატონიც. მინოტავრი ცნობის მოყვარე თვალისგან შორს გაიზარდა. თუმცა მხეცს კვება სჭირდებოდა, ამიტომ ათენის დამარცხების შემდეგ მინოსმა ყოველწლიური ხარკი, ადამიანის ხორცი მოითხოვა. საკუთარი წარმატებით გამხნევებულმა თესევსმა დაიფიცა, რომ ათენს ამ უბედურებისგან გაათავისუფლებდა. მინოსის ელჩები, ისევე როგორც ყოველ წელს, კუთვნილი ხარკის მისაღებად ათენში ჩავიდნენ. საყოველთაო გაოცების მიუხედავად თესევსმა კრეტაზე წასვლის სურვილი გამოთქვა. დიდხანს ეცადა ეგევსი შვილისთვის აზრის შეეცვლევინებინა, მაგრამ თესევსი უარს ამბობდა. მას მინოტავრთან შებრძოლების სურვილი ჰკლავდა და ასეც მოხდა. წასვლამდე ეგევსმა შვილს ერთი რამს თხოვა. გლოვის ნიშნად გემზე შავი იალქანი აღემართა. შემდეგ კი თუ თესევსი ცოცხალი დაბრუნდებოდა, თეთრი იალქანი აეწია. ყოველ დღე
ეგევსი ათენის ყველაზე მაღალი მთის წვერზე ავიდოდა და იქ დაელოდებოდა, რომ შვილის დაბრუნების ამბავი პირველს შეეწყო. აღელვებული და მოსალოდნელი დიდებით უკვე მოხიბლული თესევსი მამის სურვილს დაეთანხმა. კრეტაზე ჩასვლისთანავე მეფე მინოსს წარუდგინეს. სხვა ათენელებთან ერთად თესევსი მეფისა და დიდებულთა წინაშე წარდგა და მაშინვე მინოსის ასულის, არიადნეს ყურადღება მიიპყრო. ქალიშვილი მშვენიერი თესევსით მოიხიბლა. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. მეფის უმშვენიერესმა ქალიშვილმა არიადნემ მამას ვედრება დაუწყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი არ გაეწირა. მინოსი უარზე იდგა. თესევსი ხომ ათენელი და შესაბამისად მტერი იყო. თესევსაც შეუყვარდა არიადნე, მაგრამ თავის გადაწყვეტილებაზე უარი არ თქვა. მან არიადნეს კრეტაზე ჩასვლის მიზეზი გაუმხილა. ის ლაბირინთში მინოტავრთან შესაბრძოლებლად უნდა შესულიყო და დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა. არიადნეს საყვარელი მამაკაცის ძლიერებაში ეჭვიარეპარებოდა, მაგრამ თესევსი გააფრთხილა, რომ ხაფანგში აღმოჩნდებოდა. ლაბირინთში შესვლა ადვილი იყო, უკან გამოსვლა კი შეუძლებელი. ის ლაბირინთი სირთულით ნებისმიერ ლაბირინთს აღემატებოდა, რომელიც კი ოდესმე შეუქმნიათ. ის იმ დროის უდიდესმა არქიტექტორმა დედალოსმა დააპროექტა და ააგო. დედალოსმა თავბრუდამხვევი ლაბირინთი შექმნა, ყრუ გვირაბებით, შემოვლითი გზებითა და ცრუ გასასვლელებით. ყველა მიმართულება სატყუარას წარმოადგენდა, ყველა გასასვლელი კი ილუზიას. ლაბირინთი გარდაუვალი ხაფანგი იყო, იქიდან ცოცხალი ვერავინ გამოვიდოდა. თესევს სასოწარკვეთა დაეუფლა, მისი სურვილი ფერფლად იქცა. მანამდე წამითაც არ დაფიქრებულა, ლაბირინთიდან როგორ უნდა გამოსულიყო. საიდუმლოს გასაღები მხოლოდ ერთ კაცს ჰქონდა, თავად დედალოსს. არიადნე მასთან მივიდა და სთხოვა ლაბირინთის საიდუმლო გამიმხილეო. ახალგაზრდა პრინცესას თესევსისადმი სიყვარულით შეძრულმა არქიტექტორმა უთხრა, რომ ლაბირინთიდან გამოსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობდა. უნდა დაიმახსოვროს შიგნით რა გზით შევიდა. მან არიადნეს ძაფის გორგალი მისცა, რომელსაც ლაბირინთის შესასვლელთან დაამაგრებდა. თესევსი თანდათან გაშლიდა გორგალს და მინოტავრის მოკვლის შემდეგ თუ შეძლებდა, ძაფს უკან დაახვევდა, რომ გამოსასვლელი გზა ეპოვა. არიადნემ თესევს ძაფის გორგალი მისცა და სანაცვლოდ პირობა ჩამოართვა. ყველაფრის დასრულების შემდეგ თესევსი მას ათენში წაიყვანდა. ქალი არა მხოლოდ მამის, არამედ სამშობლოს მიტოვებასაც აპირებდა. თესევსმა პირობა მისცა და ლაბირინთში შევიდა. ის მიდიოდა და მიდიოდა, ხოლო ბილიქს ბოლო არ უჩანდა. უეცრად მინოტავრის ღრიალი გაიგონა. შემდეგ კი ურჩხულთან პირისპირ აღმოჩნდა. სისხლიანი ბრძოლის შემდეგ მინოტავრი მიწაზე დაეცა. თესევსმა არიადნეს ძაფი ხელახლა დაახვია და ისევ გარეთ გამოვიდა. მან მაშინვე გაათავისუფლა თანამემამულე ათენელები და არიადნესთან ერთად გაიქცა. მაგრამ შეყვარებულებს ახალი საფრთხე დაემუქრათ. მიუხედავად იმისა, რომ თესევსი პოსეიდონის შვილიც იყო, მან პოსეიდონის მიერ შექმნილი არსება, მინოტავრი მოკლა. ღმერთს ასეთი შეურაცხყოფა დაუსჯელი არ დარჩებოდა. ნაქსოსში თავშესაფრის მიღების იმედით
არიადნე ნაპირზე გადავიდა. სწორედ იმ დროს პოსეიდონმა თავს ძლიერი ქარიშხალი დაატეხა. თესევს უნდა ემოქმედა, თანაც სწრაფად. ან ქარიშხალს უნდა გაქცეოდა, ან არიადნეს საპოვნელად ნაპირზე გადასულიყო. ამ დროს შეიძლებოდა გემი კლდეებს შეჯახებოდა. მაგრამ ათენამ მოქმედება დაასწრო. ათენელთა მფარველმა ქალღმერთმა თესევს უბრძანა გემის ჩაძირვა თავიდან აეცილებინა. არიადნე კი მიეტოვებინა და დაევიწყებინა. თესევსი ბედს სხვაგან უნდა წაეყვანა. თესევსმა არიადნე მიატოვა. ომის, ასევე გონიერებისა და სიბრძნის ქალღმერთის ათენას მორჩილებით მან პირობა დაარღვია, როგორც ათენამ განუმარტა სახელმწიფოებრივი მიზეზით. თესევსი წავიდა, რათა შეესრულებინა ბედის ნება, გამეფებულიყო, ხოლო მინოსის ასული ნაქსოსის კუნძულზე დატოვა. არიადნეს მიაჩნდა, რომ მამასა და სამშობლოს უღალატა. თესევსის მიერ მიტოვებული არიადნე დიონისემ ანუგეშა. ამაზეც ათენა მიზრუნა. ამასობაში ათენში მოხუცი მეფე ეგევსი მთიდან ზღვას გასცქეროდა. ის ყოველდღე ჰორიზონტს უყურებდა იმ იმედით, რომ დაინახავდა გემს, რომელიც შვილს სახლში დაუბრუნებდა. მაგრამ ამაოდ ზღვა უკაცრიელი იყო. ერთ დღესაც გემი გამოჩნდა. ეგევსი მის მოახლოებას დაელოდა, რათა იალქნის ფერი გაერჩია. მან მაშინვე იცნო შვილის გემი, რომელსაც აღმართული ჰქონდა შავი იალქანი. თესევსი მკვდარი იყო. მწუხარებით შეპყრობილი ეგევსი კლდიდან ზღვაში გადახდა. ზღვაში, რომელსაც დღემდე მისი სახელი ჰქვია, ეგევსის, ანუ ეგეოსის ზღვა. თუმცა თესევსი ცოცხალი იყო. სახლში დაბრუნების სიხარულმა ისე შეიპყრო, რომ მამისთვის მიცემული პირობის შესრულება თეთრი იალქნის აწევა დაავიწყდა. თესევსი ათენში ჩავიდა და აღმოაჩინა, რომ ქალაქი მისი დაბრუნების სიხარულის ნაცვლად მწუხარებით იყო მოცული. დიახ, ათენელები მინოტავრის საფრთხეს გადაურჩნენ, მაგრამ მათი კანონიერი მეფე ეგევსი მკვდარი იყო. ყურადღებით დააკვირდით ამ სცენას, სადაც გამოხატულია გმირი, რომელიც ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული დაბრუნდა და ტახტზე ავიდა. თესევსი რა თქმა უნდა გამარჯვებული იყო, მაგრამ რის ფასად? თესევსი განასახიერებს უდარდელობას და ძლიერ მამაკაცს, რომელიც მხოლოდ საკუთარ ძალას ეყრდნობა და არა გონებას. მამაკაცს, რომელიც თავის დაპირებებს ივიწყებს. თესევსის ადრეული ცხოვრების ეპიზოდებიდან საოცარი ის არის, რომ მის ყველა გამარჯვებას თან საშინელი შედეგი სდევდა. ძველ ბერძნულ სამყაროში გმირის დიდებულებას მუდამ თან ახლდა უსიამოვნებები, რაც თავად გმირს და ხშირად მის ოჯახსა და თანამემამულეებს ატყდებოდა თავს. ნუ თუ ეს მისი პასუხისმგებლობა იყო? დიახ, რა თქმა უნდა. თესევსმა ეს იცოდა. მაგრამ ყველა ამ გამოცდილებამ საბოლოოდ ასწავლა, რომ წარმატებისთვის ძალა და ხრიკები საკმარისი არ იყო. როგორც კი საკუთარი შეცდომები დაინახა თესევსმა, რომელიც მეფე დაკურთხეს, ქალაქები გააერთიანა, სამართლიანობა და მშვიდობა დაამყარა. შემდეგ კი ძალაუფლება ხალხს გადასცა და შექმნა ახალი წყობილება, რომელიც მოგვიანებით დემოკრატიის სახელით გახდა ცნობილი. შემდეგ მან ქალაქი დატოვა და გაიხიზნა ადგილას, რომლის შესახებაც არავინ იცოდა. ის საბოლოოდ მიხვდა
რა შეიძლება მოხვეს მათ დავიწყებას, ვინც ყველაზე ძვირფასია.